შეგიძლიათ მაიკაზე დაიკიდოთ, გინდა? ვის უნდა დავკიდო? ტრადიციულ სკოლაში მასწავლებლის სწორი პასუხების წყაროა. ექტონის აკადემიაში კი მასწავლებლების ნაცვლად მეგზურები ყავს. მეგზურის მთავარი წესია არასოდეს გასცე პირდაპირი პასუხი კითხვაზე. მეგზური მოსწავლისთვის არის მიმართულების, ბიძგის და შთაგონების მიმცემი პარტნიორი, რომელიც პასუხების კარნახის ნაცვლად სწორ კითხვებს სვამს და გმირებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება. როდესაც ბავშვი კითხვაზე პასუხს თავად პოულობს, ის მართლა სწავლობს. მაგალითად, თუ მოსწავლე იკითხავს, ეს სიტყვა როგორ იწერებაო, მეგზური არ ეტყვის ასოებს, არამედ კითხავს, შენი აზრით, სად შეიძლება ამის გადამოწმება? ან ლექსიკონში უკვე ჩაიხედე თუ არა? ან რომელ მეგობარს კითხავდი ამაზე? ასე მოსწავლე იძენს თავდაჯერებულობას და სწავლობს დამოუკიდებლობას. სოკრატული წრე არის, როდესაც ბავშვები წრეზე ვზივართ და სოკრატის მეთოდს ვიყენებთ, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი აზრები და ღრმად ვიფიქროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი აზრები გამოვხატოთ. სოკრატული წრეები ასევე ჩვენ გვეხმარება ძალიან ბევრი აზრის, ასე ვთქვათ, რეფორმირებაში. ჩვენ იმას სწავლობთ, თუ როგორ ვიფიქროთ და არამედ თუ რა ვიფიქროთ. აი მეთქვა ეხა ვიჩა დუოლინგოს. ასეთ და აი აქ წერია გამდენი ხანი მინდა დავისახო დუოლინგო. დუოლინგოს დავისახავ 20 წუთი და დავაჭერ save. მე ახლა ამის მერე შევალ დუოლინგოში და ვიმეცადინებ 30 წუთი. როცა ვიმეცადინებ, დავაჭერ, შევიყვან გავაკეთე 30 წუთი და მე ჩემს საქმისმეგობარი უტარი, მივალ ტასთან და ვეტყვი თუ დამიდასტურებს ჩემს საქმეს. თუ მეტყვის კი დასტურებს შემოწმების მერე, რა თქმა უნდა, მაშინ მე დამეწერება ქულები და თუ ნახავს რომ მე უბრალოდ გავიტყუე და არასწორად მაგ დაწერილი, მაშინ მეც დამაკლდება ეგ ქულები, ოღონდ ორმაგად და უტასაც დააკლდება, იმიტომ რომ ქვია ტყუილა დამიდასტურა. მე იმიტომ მომწონს მიზნების დასახვა, რომ მიზნების მაგ მიზანს უნდა ისახავ, მაგას ხო გააკეთებ, ისწავლე რაღაცას და ეგ რაღაცა შეიძლება გამოგაგდეს, როცა გაიზარდები გარე სამყაროში. მოსწავლეების თვითმმართველობა ილუზია კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ყოველ პარასკევს ჩვენ სტუდიებში საბჭოს შეხვედრა იმართება, რომლის დროსაც ჩვენი ახალგაზრდა გმირები საკუთარი სტუდიის მომავალს თავად განსაზღვრავენ. საბჭოში დადებული შეთანხმებები ხდება საზოგადოების საძირკველი, რომელიც სამართლიანობას და თითოეული წევრისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს. ყველა ეთანხმება. მიდებულია ეს. საბჭოს შეხვედრა ის სივრცეა, სადაც გმირები სოკრატული დიალოგის გზით აგვარებენ პრობლემებს. შეაქვთ ცვლილებელი წესებში და აუმჯობესებენ იმ გარემოს, სადაც ნახევარ-დღეს ატარებენ. აქ სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, ემოციების მართვას და სხვისი აზრის მოსმენას. ჩვენთან კონფლიქტი არათუ ცუდის აქციელი, არამედ სწავლის შესაძლებლობაა. ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები გვაქვს. ერთი თქვენ უკვე ნახავდით სტუდიის საბჭოა, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად არჩევენ საკითხებს და წყვეტენ თავიანთ პრობლემებს. ხოლო მეორე ინსტრუმენტი შერიგების მაგიდაა. ეს არის პატარა მაგიდა რაიმე სიმბოლური ნივთით. აქ ბავშვები, როცა კონფლიქტი მოუვათ და დავა წარმოიჭრება, სხდებიან და შესაბამისი წესებით მოქმედებენ. რას ვაკეთებ მე ამ დროს? როგორც მეგზური, მხოლოდ უსმენ.
თუ შევნიშნე რომ რომელიმე მხარე არ უსმენს, ისევ სოკრატული მეთოდით კითხვებით მივმართავ მათ და ვცდილობ დამოუკიდებლად მოახერხონ პრობლემის მოგვეყარება. თავგადასავალი არ არის უბრალოდ სასწავლო პროექტი. ეს არის რეალურ სამყაროს გამოწვევებზე დაფუძნებული პროცესი, სადაც ბავშვები თეორიული ცოდნის ნაცვლად პრაქტიკულ ოსტატობას ეუფლებიან. თავგადასავალი გვირის მოგზაურობას მრავალფეროვნებას ძენს. აიძულებს მოსწავლეს დატოვოს კომფორტის ზონა, დაძლიოს წინააღმდეგობები და აღმოაჩინოს საკუთარი თავი. აქ შეცდომა მარცხი კი არა გაკვეთილია, რომელზეც უნდა ვისწავლოთ. ხოლო მიზნის მიღწევა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ერთადერთი გზაა. ჩვენ 7-იანებს და 8-იანებს არ ვაღიარებთ. რაღაცა ან იცი, ან არ იცი. თუ არ იცი, მეც იშრომებ. ხოლო თუ იცი, ამის დასტურად მედლებს გავცემთ. მედალი მხოლოდ მაშინ გაიცემა, როდესაც მოსწავლეს საკითხს 100%-ით დაეუფლება. ეს არის გზა ოსტატობისკენ. კი რამ ამ კვირაში აიღო კითხვისა და წერის მეორე დონის მედლები. პირველი მესამე დონის მედალი ჩვენ სტუდიაში. თქვენ უყურებთ ტევოს 16-ის საღამოს ლაივს. მე ჰერმან საბო ვარ, ვახონ უნივერსიტეტია ჩემთან ერთად და თქვენ ახლა-ხანს ნახეთ ჩვენი სკოლის ექტონის აკადემიას საბურთალოს პრომო ვიდეო, ასე ვთქვათ, ერთგვარი, ერთი დღე რა ხდება, როგორ ხდება, როგორ მართავენ ბავშვები საკუთარ თავს. პატარა ვიდეო იყო გამზადებული იმედია ისიამოვნეთ. ჩვენი ლაივი კი დღეს გაგრძელდება სკოლაზე ლაპარაკით, დღეს როგორც სკოლის ადმინისტრაცია ისე ვარ წარმოდგენილი ამ ლაივში, პოლიტიკოსები ნაკლებად და რატო გადავწყვიტეთ ეს ლაივი? ერთი წელი გავიდა თითქმის, კლასიკურად შევხედათ, როცა ზაფხულში ისვენებენ ხოლმე, ერთი სრული სასწავლო წელი. ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენი სკოლა გაიხსნა. დღეს გქონდა ბოლო გამოფენა, რაც კვესტების მერე, თავგადასავლების მერე შეჯამებას ავითარეთ ხოლმე, მშობლებს ვეძახით და ბავშვები გავუშვით ერთი თვით სახლებში. თუ რატო გავუშვით სახლებში, მაგას ცალკე გეტყვით. გადაცემის ცოტა მეორე ნაწილში, იქამდე კი შეგვიძლია დავიწყოთ ამ ერთი წლის რაღაცნაირი შეჯამებით. ერთი წლის წინ, როდესაც ამ საქმეს ვიწყებდით, რა თქმა უნდა, გქონდა იმედი, რომ სწორად შევარჩიეთ მოდელი, სწორად გავიგეთ, რას გვეუბნებოდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ექტონის აკადემიის ქსელი, მეგზურების სწორად შერჩეული იყო, ოჯახებიც მათ შორის, იმიტომ რომ ეს ყველა კომპონენტი ფაზლივით არის, ხო, რაღაც თუ არ გაქვს, არ გამოწესიერ ოჯახი თუ არ ყავს, ის კარგი მეთოდი თავზე დააყარეთ უგინდა. ხო და ესეთი რაღაცნაირი ბევრი მიმართულებით იმედით ვიყავით რა, იმიტომ რაღაცები ფიზიკურად არ ვიცოდით, რეალობაში უნდა დაგვეტესტა. ხო და ერთ წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, მე ვიტყოდი, რომ არ არის რაიმე საკითხი ისეთი, რომელშიც ჩემი აზრით აი მაგრა ჩავფლავდით. ეგეთი რამე საკითხი საერთოდ არ არის. აი რაღაცები, რაც კარგად გამოგვივიდა, აი რაღაცები, რაც უკეთ შეიძლებოდა და რაღაცები დასამატებელი გვაქვს ასევე ტექნიკურადაც მეთოდოლოგიის მხრივ. მაგალითად, დიდი კითხვები, წლივის კითხვები, წესიერი ბაქსების სისტემა, რაღაცები. პატარა დეტალები, მაგრამ რო ვთქვათ, რომ აი პროექტი დავიწყე და ერთი თვის თავზე რას ვიტყოდით, მე ვიტყოდი, რომ პროექტი ერთი თვის თავზე შედგა. ერთი წლის, ბოდიში. და ამას მარტო მე არ ვფიქრობ, მშობლები აგერ ყვარელში ვიყავით 2 დღის წინ გამოფენა ქონდა დიდი სტუდიის ბავშვებს, მშობლები ან ბავშვი ან ოჯახის წევრებიანად ყველა კმაყოფილია. მაგას ვფიქრობდი, კი და შენ ცოლი მეუბნებოდა იმ დღეს. ნიუტონი რო გახსნაო ვახომო, ერთი წლის თავზე, რა თქმა უნდა, ვიღაცებს ძალიან მოწონდათო, იქ სიარული რაღაც, მაგრამ აი კოჰორტა არსებობდა, ვინცო აი მიწაში გვდებდა ვიღაცები, ვინც ან გაუშვით, ან წავიდა, ან რაღაცა კონფლიქტი მოხდა სკოლაში, თუ მოკლედ ვერ შესისხლორts და იქავრებს და ამ სკოლაში ერთი წელია დამთავრებული და კაცი არ მინახია საჯარო სივრცეში ჩვენზე ცუდი ეთქვას, ვისაც შეხება ქონია, ხო და ეგ უკვე ძალიან დიდი წარმატება მგონია.
ანუ კონტექსტი ძალიან განსხვავებულია, გამარჯობათ მოგესალმებით პირველ რიგში. მართლა მთელი დამნიშნულოვანი წელი იყო ზოგადად შევთვის, ზოგადად ნებისმიერ ესეთ საქმეს რო იწყებ პირველი წელი ალბათ ყველაზე რთულია და რასაც შენ ახლა ახსენებდი ნიუტონის შემთხვევაში, ну პირველი წელი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რაოდენობრივად იყო სასწაულად, ანუ იქ სხვა ტიპის პრობლემა იყო რა. და იქაც ქონდა წესები, სინამდვილეში, რომელიც წესებიც ну ბევრი მოსწავლისთვის თუ რაღაც არ იყო დამაჯერებელი და დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც მაგალითად პირველი წლის ბოლოს ძალიან დიდი რაოდენობით ბავშვები, ანუ იმ 1200 ბავშვიდან, რომელიც აი თავიდან სკოლაში მოვიდა, ძალიან ბევრი ბავშვი დაგვტოვა. ანუ დაგვტოვა, იმიტომ რომ პატიოსად დავწერეთ ნიშნები. ანუ მაშინ წესები აღვასრულეთ რა. ანუ სინამდვილეში რასაც არ მოელოდნენ ჩვეულებრივი კერძო სკოლისგან, რომელიც ზოგადად კლიენტებს უფრთხილდება, ეს არ გავაკეთეთ და როგორც კი აი ბავშვმა დაიჯერეს, ანუ პირველი წლის მერე ბავშვმა დაიჯერეს, რომ რასაც ვეუბნებოდით, ეს მართლა ესე იყო რა. აქ მე მგონი ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდა, ამიტომ რომ ბევრად მეტი ადამიანური ურთიერთობა გქონდა, ბევრად იმის გამო რომ კონტექსტი ის იყო, რომ ბევრად ნაკლები იყო ჩვენი მოსწავლე და მათ ოჯახებს ინდივიდუალურად ვიცნობდით და თითოეული მოსწავლის პრობლემაზე ამ წლის განმავლობაში ზოგადად ვლაპარაკობდით და ურთიერთობა ქონდა მაგის ფუფუნება, რომ ბევრი საათი დაგვეხარჯა. იმიტომ რომ იქ შეუძლებელი იყო იმ რაოდენობით, ანუ სინამდვილეში იქ იყო ჩვეულებრივი როგორ აი ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემა, სადაც არსებობს მასწავლებელი, ბევრი მოსწავლე და შენ შეუძლებელია რომ ინდივიდუალური პრობლემები უნიკალურად შეც დაინახო და მე მათ თითოეულის გადაჭრაზე იზრუნო და აქ მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო რთული ამოცანა დავისახეთ ჩვენც მეტი რესურსი გქონდა ამ წლის განმავლობაში რომ თითოეული მოსწავლის და ოჯახის პრობლემაზე ინდივიდუალურად გვეფიქრა. რა იყო ის ამოცანა, რომელიც დავისახეთ და რომელიც ეხლა ვიძახით რომ შესრულდა. აი რომ წარმოვადგინოთ ყველაზე ალბათ აი მაგალითად ამ ერთი წლის მანძილზე რაც აი ყველაზე უნიკალური და რთული არის ქართული რეალობისთვის არის ის რომ ალბათ ვერავის ვერ წარმოედგინა და არავის არ ქონდა ბავშვების ისეთი იმედი რა იმედითაც ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ. ანუ ჩვენ დავიჯერეთ. მე ზოგადად შეეროდა ერთი რამის, მე მჯეროდა რომ თუ ბავშვებს არ მოატყუებ და ზოგადად სწორ წესებს პატივს სცემ, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს ფორმატი, ეს განსხვავებას აუცილებლად გაჩვენებდა. ზოგადად განსხვავებას აუცილებლად გაჩვენებდა აი ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით რა, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეა იყო ის, რომ ბავშვებისთვის თავარი უნდა გესწავლებინა საკუთარი თავის მართვა. და საკუთარი თავის მართვა იმ პირობებში, რომელზ რაღაცის თქმა გინდა. ჩართვა მინდა და უბრალოდ იმაზე ბავშვების დავიჯერეთ რა, მაგაზე გამახსენდა ქართული ერთი პოდკასტერია, სახელი და გვარი ბოდიში არ მახსოვს, მაგრამ მის ბლოგს ქვია მგონი სანამ ზარი დაირეკება. და ეხლა გზაში უსმენდი კახეთიდან რომ მოვდიოდი ზუსტად ყავდა სპეციალისტი, რომელმაც აი რთული ქცევის მართვის სპეციალისტად ირთულება საქართველოში და აი სკოლები ეძახიან რომ აბა ამ კლასს მიგვიხედეთ თუ ამ ბავშვს მიგვიხედეთ და ну ეს კაცი ძალიან ბევრს ლაპარაკობს რაღაცებზე ამ რთული ქცევის მართვაზე. ну ცალკე გადავდოთ რა დამოკიდებულება მქონდა რაღაც მისამ მიდგომებზე, მაგრამ რაღაც ამბავს ყვება რომ ფიზკულტურის გაკვეთილის მერეო რაღაც გაკვეთილზე შედიოდნენ, რაღაც აჟიტირებულები იყვნენ ძალიან და არ გამოდიოდა გაკვეთილიო და აი ეს ნახეო რა მაგრად მოვიფიქრეთო რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბევრი ბურთი მივეცითო და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რომ ბავშვებმა ფეხბურთიო თვითონ დააორგანიზოს. ეს გაიმეორა სამჯერ თითქოს აი რაღაც ისეთს ამბობდა რა ძალიან განსხვავებულს და დაუჯერებელს რომ თურმე შეიძლება ბავშვებმა ფეხბურთის თამაში თვითონ დააორგანიზონ და ჩვენ დავიჯერეთ რომ ფეხბურთის თამაში კი არა მთელ განათლებას თავისას თვითონ დააორგანიზებდნენ რა ესწავლათ როგორ ესწავლათ რა დონით და ასე შემდეგ. აი ჩანართი მინდოდა კი, მაგრამ იცი რა უბრალოდ იმ რეალობის გათვალისწინებით რომელიც ну, მე მგონი ეს უკვე ბოლო წლების, ალბათ ბოლო 10 წლეულის ამბავია, რაც აი გაჯეტები გამოჩნდა და ანუ გასართო ბავშვის მარტივად, ბავშვის ყურადღების მარტივად დაპყრობის შესაძლებლობა გამოჩნდა ტელეფონების და თამაშების, აი მარტივი თამაშების, თორე ну, განმავითარებელ თამაშებზე ალბათ არ ვიზახი. ამის სახით ბავშვები ფაქტობრივად და ზოგადად
ძალიან არ იწყენენ რა, ანუ მარტივად არ იწყენენ და ერთმანეთი აღარ ჭირდებათ იმისათვის რომ გაერთონ. ანუ სინამდვილეში ჩვენ გახსოვს თავიდან ვამბობდით ესეთ რაღაცას და ალბათ ემახსოვრებათ რომ ბავშვებმა უნდა დაიმსახურონო რა, მაგალითად მათ შორის ის უნდა იყოს რა, თამაშიც უნდა იყოს კონკურენტი იმის რასაც აკეთებ, მაგრამ შეიძლება ამაში ცოტა გვეშლებოდა რეალურად. მაგრამ თავარი პრობლემა მართლა ის აღმოვაჩინეთ რომ ბავშვებს თურმე თუ სინამდვილეში ცოტა ხანი პრობლემების მოგვარე, ანუ პრობლემებს არ მოუგვარებ შენით და ზოგადად ალბათ შეუძლებელია იმ პრობლემის მოგვარება, რაც ნიშნავს საკუთარ თავზე რაღაც პასუხისმგებლობის აღებას, საკუთარ ქცევაზე, საკუთარ სწავლაზე, დროის მენეჯმენტზე და ასე შემდეგ, ხო? ამას თუ არ მოუგვარებ, ბავშვები თვითონ იწყებენ ფიქრს და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კონფლიქტებია, შეცდომებს უშვებენ და ასე შემდეგ, თურმე შესწევთ უნარი, რომ დაორგანიზდნენ. ანუ დაორგანიზდნენ ისე, რომ თვითონ მოაწყოვნოთ თამაში იქნება, თვითონ, რა ვიცი, გადაწყვიტონ რას რუდის ისწავლიან და ასე შემდეგ და ანუ თავარი ალბათ მოკლედ რაც ალბათ დავინახეთ ამ 1 წლის განმავლობაში, შეიძლება ჯერ კიდევ არ სრულყოფილად, იმიტომ რომ ეს სრულყოფილად ჩვენ დავინახეთ, აი რო წარმოგადგენინოთ ახლა ვიდეო ვინც ნახეთ, იქ დაინახავდით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან რა. და რაც უფრო პატარები არიან ეს ბავშვები, ეს გამოცდილება გაჯეტებთან ურთიერთობა იქნება თუ სიტყვაზე რაღაცა სკოლაში სტერეოტიპების მათთვის რა თქვა გადაცემა რომ ვიღაცა რაღაცას უნდა გეუბნებოდეს რომ შენ რამე გააკეთო, ეს რო არ ქონდათ ყველაზე მარტივად აი თავარი პრობლემის გადაწყვეტა სინამდვილეში მოხდა პატარა ბავშვებთან. არა უფროსებთან, რომლებსაც ეს ანუ რაღაცნაირად არაკარგი გამოცდილება ქონდათ, არამედ პატარებთან. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დაგვენახა, რომ თურმე ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, ნებისმიერ განსაკუთრებით იმ ბავშვებს, რომლებსაც აი დესკულინგი არის სკოლის გამოცდილების დავიწყება და ვისაც ეს სკოლის გამოცდილების დავიწყების საჭიროება არ აქვს, ის ბევრად უფრო მარტივად ერთვება ამ სისტემაში და აი ამ რაღაცას წესებს უფრო მარტივად ითვისებს, ვიდრე ისინი, ვისაც რაღაცა სხვა წესებს არის მიჩვეული, ჯერის წესები უნდა დაივიწყონ, მე ახალ წესებს მიეჩვიონ. და ანუ ამაში დრო იკარგება. ის ფაქტი, რომ ამ ჩვენ სამი სტუდიიდან ყველაზე მარტივად ამ ჩვენ განათლების მოდელს ყველაზე პატარები მოერგნენ, ვინც წეღან ახსენე რომ სკოლაში არ არიან დამყოფები. მე იმის დაწვნის საშუალებას მაძლევს, რომ ჩვენი მოდელი არის ბუნებრივი გაგრძელება აი ჯანსაღი ოჯახური წესრიგის. სადაც რაღაცა უფროსებიც არიან, მაგრამ რაღაც დათურ სამსახურს არ გიწევენ. უფროსი შეიძლება დაიკვან ძმა იყო ყავდეს ან პატარა და რაღაც ერთმანეთზე ზრუნვით რაღაცებს სწავლობენ. აი ამ ვიდეოშიც იყო კირა როზის და იქ შემოკრებული ყავს ეს 5-6 კაცი და წერა-კითხვას რო ასწავლის. მართლა ნახევარმა სტუდიამ კირასგან ისწავლა წერა-კითხვა მეგზურის ჩარევის გარეშე. მე ვინც კირასგან ისწავლეს, ეხლა ახალ მოსულებს თვითონ ასწავლია და აი კირამ როგორც გვასწავლა 6 წლის ბავშვი რო იცოცხლე, კირამ როგორც მასწავლა, ცოდნა გამოცა, მე ისე უნდა გადავწე ახლა თინის წერა-კითხვის ცოდნა თუ აი რაღაც იგი. ხო და ის რო ჩვენი მოდელი არის რაღაცნაირი ბუნებრივი გაგრძელება ოჯახურობის, აი მანდედან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ რა, რომ ვინც განსხვავებას ვერ ხედავს სახლში და სკოლაში წესრიგებს შორის, იმისთვის აქსიარული და ის წესრიგი ძალიან ბუნებრივი ამბავია და წინააღმდეგობა დიდად არ აქვს. ეხლა ცელქი ბავშვში ყველა არსებობს, რა თქმა უნდა და ყველას გაიქცევა ხოლმე რაღაც და ბავშვი მაგისია რომ რაღაცა წესები დაარღვიოს, მაგრამ თუ გაცნობიერებულად არის ამ წესრიგში და თუ ხდება რომ აი თუ დავარღვიე აქ ცოტა ხანი დავждდები სკამზე ჩემთვის, მაგრამ ტაიმაუტის დრო იქნება თუ რაღაცა თუ ბაქსის გამართება იქნება. თუ ამაზე პროტესტი არ უჩნდება შინაგანად, ესე იგი მისთვის ეს წესრიგი ბუნებრივია. უბრალოდ თვითონ ხდება რომ აი დაარღვიან, მიიღეს პატარა სასჯელს, მერე გააგრძელებს თამაშს და სწავლას. ეგ ძალიან მაგარი იყო, რომ პატარებმა ესე მოახერხეს. ასევე აი ისა ვქნათ, რა ქვია, ამ პერიოდის განმავლობაში რაც გამოჩნდა, რომ ბავშვები რაღაცა ფსიქოლოგიურად დამშვიდნენ თითქოს. მე ყოველ შემთხვევაში აი თითქოს ყველაზე იმქონია, აი ამას რო გიყვებით, არ ჩათვალოთ, რომ ეს უბრალოდ ჩვენი ესეთი ზედაპირული დაკვირვებაა. ეს ჩვენ ვიცით არა მხოლოდ რაღაცა ჩვენი უშუალო დაკვირვებით, არამედ მშობლებისგანაც ვიცით და ნუ ამის საფუძველიც გვაქვს, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი ახლა თელ წელს ვაჯამებთ, ხო? ახლა მაგალითად უნდა გადავიდეთ რაღაც ტექნიკურ იმებზეც, რომ სიახლეები რა გვაქვს რა და იმისათვის რომ წარმოგადგენინოთ ამ სკოლის ფაქტობრივად დამფუძნებლების ნახევარი არის მშობლები. მე მგონი ნახევარზე მეტი იდეაში რა, ანუ არა მხოლოდ რაღაცა იდეის ხარდამჭერი ადამიანები,
არამედ თავად მშობლები გახდნენ განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში, რაც იმას აჩვენებს, რომ ეს არის არა უბრალოდ რომ რაღაცა მე მომწონს სკოლა და ასე შემდეგ, არამედ რაღაც გულშემატკივრებიც არიან, დაინახეს თქვა ამ 11 თვის განმავლობაში მათი შვილების ტრანსფორმაციის პროცესს დააკვირდნენ და დაინტერესებულები არიან რომ ეს გაგრძელდეს და მე ვფიქრობ რომ ანუ ის რომ მაგალითად ბავშვებს აი ყველაფერი ხო იწყება იმითიდან რომ ბავშვებს სკოლა უნდა უყვარდეთ ანუ სადღაც არ უნდა იძულებით არ უნდა დადიოდნენ და ესეთი მაგალითად მე მგონი არ გქონია ხო რომ ვიღაცა აი მაგალითად თინი იყო 4 წელნახევრის თინი რომელიც რაღაცა მოვიდა და პირველი დღეები თუ რამოდენიმე დღე მამა მოყვებოდა ცოტა ხანში როგორც კი რაღაცა საერთოდ დაავიწყდა ეს პრობლემა ხო და ანუ ჩვენი სკოლის ალბათ აი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გარდა იმისა წაყენაც თქვი რომ თურმე ბავშვებს აღმოაჩნდათ ისეთი თვისებები რომელსაც უფროსები მათში არ მოელოდნენ ასევე ამ ყველაფრის აი ვთქვათ სტიმულატორი არის რომ ბავშვებს მოწონთ ასეთ წესრიგში ცხოვრება სადაც იდეაში ისინი პატივცემულებად გრძნობენ თავს ანუ რაღაცნაირად აი თავარი წესები არის რომ აი პატივისცემა ხო რა არის რომ მოდი სამართლიანად მივუდგეთ ერთმანეთს ნებისმიერი პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს მოდი ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე გადავწყვიტოთ სიტყვით და არა თქვათ მუშტით და სინამდვილეში ეს ვისწავლოთ ხანდახან შეიძლება მუშტითაც გადავწყვიტოთ მაგრამ მე ამ ესეც უნდა გავარჩიოთ და შემდეგში არ მოგვიწევს იგივე პრობლემის ასე გადაწყვეტა ხო და შესაბამისად აი ეს განწყობა ბავშვების სკოლის მიმართ და მშობლების და ოჯახების სკოლის მიმართ მე მგონი კომბინაცია იმისი რაც აი ამ განწყობას განაპირობებს რა ერთია რომ მშობლები მოდიან და თავიანთ ყველაზე საყვარელ ოჯახის წევრს განდობენ რომ აი რაღაცა შენ გაზარდო რაღაც წესრიგში და მეტიც ზოგი მშობელი ოჯახებიც კი გადაეწყო იმისთვის რომ სკოლაში და მაგალითად შენი ხო მაგალითად ჩემი ერთ და იგივე წესრიგი ყოფილიყო არა მარტო ჩემი რამოდენიმე კარგი ოჯახია კიდე რომელსაც ერთადაც მე ვსვაკეთებ საოჯახო თავგადასავლებს მაგრამ მე ვნახეთ რომ როდესაც თქვათ აი ცოტა ხანში ვიტყვით რომ ადგილს ვიცვლით საბუთალზე გადავდივართ როდესაც ფული დაგჭირდა ამ გადასვლისთვის და რაღაცებისთვის და ახალი ეტაპისთვის 35 ოჯახი ყავს ახლა ძველი მოსწავლეები ვინც არის და იქიდან 14-მა, ну, ნახევარზე ცოტა ნაკლებმა გამოთქვა სურვილი, რომ მზად იყო, რომ ფული ჩაედო ამ საქმეშიც. არ მარტო, ანუ ისე ჯერა ხალხს, რომ იმდენ ისეთი ეფექტი ნახეს რაღაცა, თან რაღაც დეტალებს ჩვენ ვერც გავიგებთ, ისე როგორც ჩემ ყველა დეტალს ვერ მოყვები, ჩემ შულზე რა შეიცვალა, ხო? რაღაცები ძალიან ისეთია, პირადული და ისეთი ამბავია, მაგრამ რაღაც ისეთი ნახეს თავის შულში, რაღაც ისეთი ტრანსფორმაცია ნახეს, რომ გადაწყვეტს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გააგრძელდეს, რომ აი აჰა თქვენ ჩემი ფული მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე მოხდენილი ბიზნეს პროექტი არ წარუდგინეთ, რაღაცა ბუნებით ბიზნესმენებს შეიძლება არ ვართ და რაღაცეები შეიძლება დაგვაკლდა ბიზნესურად, მაგრამ რაღაც რო შეხედეს, რომ აი რაღაც აგერ ბავშვები, აგერ უკვე 1 წელი მუშაობთ, დავტესტეთ ეს პროგრამა, ჩვენც უკეთ ვისწავლეთ, მეგზურებმაც უკეთ ისწავლეს, ბავშვებზე აგერ ეს ეფექტი მოახდინა. აგერ რაღაცა ხა ქართულ აღიარებას იღებს ჩვენი პროგრამა და ამ ყველაფერში მზად გამოთქვეს სურვილი, მზად ყოფნა, რომ ფული ჩადონდა. ეს კმაყოფილების ის დონეა ჩემი აზრით, რომელზე მეტი რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, აი უფრო კმაყოფილი მშობელი რას უნდა ნიშნავდეს ანუ რაღაც იმებს რა ქვია დაბადების დღეებზე ფულს ხო არ უნდა გიგროვებდეს რა არის მაჩვენებელი ხო უფრო კმაყოფილების კი ნუ მე მგონი მაგ ნაწილში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მიზანს თითქმის 100 ლოიალობის ნაწილში მიზანს 100%-ით მივახციეთ ალბათ შეიძლება ვერც კი წარმოგვედგინა თავიდან თურმე რა გავლენას და როგორ ეფექტს მოახდენდა ეს ზოგადად მშობლებზე შეიძლება ჯერ კიდე ისე არა ნუ აი რაღაც ცოტანი ვართ თორე ხა წარმოიდგინე რომ ჩვენ რაღაცა დიდი ოჯახი ვიყოთ რა ანუ რაღაცა არა 35 და რაღაც ბავშვი არამედ აი ბევრად 350 და წარმოიდგინე რა პატარა საზოგადოება გვექნებოდა მათ შორის როგორ ამდიდრებს ეს თვითონ ოჯახებს ერთის მხრივ აუ ძალიან კარგი და ძალიან ესე თქვა იგივე ღირებულებების მქონე ნაცნობობით თუნდაც თუნდაც ის რომ მაგალითად ჩვენ ქონდა ცოტა ხნის წინ ინფორმაციაც გეტყვით აი ამერიკელ კურს დამთავრებულთან რომელიც 19 წლის ბიჭი იყო და ჩვენი ქსელის კურსს დამთავრებულთან რომელსაც აინტერესებდა თქვა მისი გადმოსახედიდან
როგორი იყო, თქვათ, ექტონის აკადემია ამერიკაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აი ამ საუბრიდან დამრჩა ის იყო, რომ აი მეილს რო გაუგზავნიო და რო იცი რომ ექტონის აკადემიის ან კურსდამთავრებელს ან რაღაც მშობელს ან მოკლედ ამ ქსელთან დაკავშირებულ ადამიანს რა იმისთვის ხარ როგორც ოჯახის წევრი ანუ იდეაში პასუხს ყოველთვის დაგიბრუნებს და თუ რამე შეიძლება დაგეხმარება და ეს ჩემი წარმოდგენით აი ძალიან ღირებული ამბავი არა მარტო რაღაცა ის რომ ჩვენ შეგვეძლება რომ თქვათ ამერიკაში ყავდეს უამრავი თითქმის ყველა შტატში რომ ნაცნობები და თანამოაზრეები ყავს არამედ საქართველოში შევქნათ ანალოგიური ქსელი რომ მაგალითად აი ჩვენ თუ რაღაც ბევრ ადგილას მსგავსი პროექტი განხორციელება შესაძლებელი გახდება ამ ბავშვებს ერთმანეთზე ახლობელი უბრალოდ არ ეყოლებათ არავინ და მე კიდე რო გაიზრდებიან დაახლოებით უბრალოდ იგივე უნარებით და იგივე აი მაგალითად თვითმმართველობის უნარით ლაპარაკის და დისკუსიის უნარით და კრიტიკული აზროვნების უნარით და ასე შემდეგ და გაგების რა გითხრა მეორე მხარე. სხვა ტიპის, აი რაც იდეაში ჩვენი ოცნება იყო, როდესაც ამ სკოლას ვაკეთებდით, რომ სკოლის შინაარსი შეიძლება თავიდან ძალიან უცნაურად ჟღერდა, რომ აი ძალიან ისეთი შორეული ვიზნები ქონდა და მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ აუ სამყარო იცვლება, საერთოდ სხვა რაღაცა მოხდება ახლა და რაღაცას ყველაზე არასწორს ამას ვაკეთებთ, რასაც განათლების სისტემაში ვშვებით. ჩვენ შვილებთან მიმართებაში რა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ კი არ არის აი ესეთი კაუჭი რა, რომელთაც ადამიანების ემოციებს იმაშობი. არამედ არის აი ყოველდღიურობა რა, აი თქვა მისი შვილის ტრანსფორმაციის ყურება რა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც ესენი ბევრი იქნებიან, კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდება და აი მოდი ცოტა უფრო პრაქტიკულ რაღაცებიც რო გადავიდეთ, სადაც პატარა იმას ჩავამატებთ შეიძლება და მე გადავიდეთ აი ეხლა ჩვენ კი ვიღაცა წელან კი ახსენე ვიღაც გვიყურებსა და შეიძლება იფიქროს რომ აი რაღაც თავს იქებენ ან რაღაც მაგრამ მართლა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არ უყურებთ ამ ტრანსფორმაციას რომელიც ახლა ახსენა საკუთარ თავზე გამიცადეთ ეგ ტრანსფორმაცია და აი მარტივად რო გითხრათ თუ გადაწყვეტ ჩვენთან ბავშვის მოყვანას პირველი ეფექტს რასაც დაინახავთ არის რომ თქვენი შვილი დამშვიდდება აი რაღაცა იქიდან ციხიდან რო გამოუშვა ან რა ძალიან სტრესული გარემო და რო ადამიანი გარეთ გამოუშვა და რაღაცა კარგად დასვა ძის ჩასვლა საყურებინო ჩაი და რაღაც წყნარ სოფელში რო წაიყვანო ცოტა ხანი ქალაქის სიგიჟეთ აი პირველი ხო არის ეფექტი რომ აი ცოტა მონდონდება დამშვიდება და გაიხეთ გამოიხედავს რომ რა ხდება აქ და რაღაცებს კი შეთავაზებული კი იქნება რომ ეს კი ხო არ გინდა ეს ხო არ გინდა მაგრამ თავიდან დაიწყებს არაფრის კეთებას აი უბრალოდ თითქოს ელოდება აი ურწმუნო თამასავით არის რომ ეხა მართლა რაც მინდა ის შემიძლია ვქნა თუ ცოტა ხანი გაგრძელდება ეს იდილია და მე ვიღაც დავამარცხავს და საშინაო დავალება და რაღაცა და აგე ჯემალიკო მათიანი მიიღო შენ 7-იანი რატომ მიიღე და რაღაც ეგეთები რა და რაღაც მომენტი არაფერს არ გააკეთებს და აქ არის ხოლმე მშობლების ყველაზე ესეთი მომენტი რომ შენ ფიქრობს რომ უიმე ეხა ესე რომ გაგრძელდეს ხო დარჩა ეს გაუნათლებელი რა მაგრამ როგორც კი მობეზდება ის არაფრის კეთება და თან თუ მაგალითები ყავს გარშემო ვინც რაღაცებს აკეთებს აი ამ იარაღებს რომელიც გარშემო უწყვია იმებს იყენებს და რაღაც საინტერესო პროექტები გამოსდის მე იწყებს ნელ-ნელა თავის აღმოჩენას ამ იარაღების დახმარებით რომ აბა ევცადო აბა დაწერავცადო აბა ლექსივცადო პირველად აბა რაღაცა წრის წაყვანავცადო აბა ჩემი აზრის გამოთქმავცადო უფრო და ამ პროცესში, როდესაც ბევრი რაღაცებს ცდის და შეცდომის და ცდის გზით დაიწყებს სიარულს, უცებ აღმოაჩენს, რომ ვა, თურმე ჩემს შვილს მაგალითად თურმე საჯაროდ გამოსვლას პრობლემა არ არის. თურმე შეიძლება, არ და ძალიან ეშინო და აი ხმას ვერ ამოვებინებდი სხვების თანდასწრებით. მაგას იცი რაც დავამატებდი, რომ ეგ რაც ახლა შენ მოყევი, შეიძლება უფრო განსაკუთრებით პრობლემური იყო, როდესაც ვიწყებდით რა. ვიდრე ზოგადად აი კულტურა ჩამოყალიბდებოდა თვითონ ჯგუფებში და ბევრად რთული იყო და ეხლა რაც დავაკვირდით ეხლა რაც ახალი ბავშვები მოდიან და უკვე იმაში რა ქვია ასე თუ ისე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში ხვდებიან ანუ ძალიან მარტივად ხდება ან მე ამას როგორ ხსნი იცი აი ერთია რომ მაგალითად აი მე რო ვიყო ბავშვი და შენ როგორც უფროსი რომ მიხსნიდე აქაურ წესებს და მე ძალიან სკეპტიკური ვარ რა შენს მიმართ რომ რავი, მათყობს ალბათ რა. ალბათ რაღაცას მეკაიფება, მოიცით, როგორ შეიძლება ასე იყოს. მაგრამ აი როცა უკვე ბავშვებს აკვირდება და პირველ რიგში მე მგონი რეალური ცოდნა ბავშვს, ანუ რეალური დარწმუნება თუ ისე რა ქვია, რეალობაში რწმენა
ბავშვს იმ შემთხვევაში უჩდება, როდესაც ხედავს სხვა ბავშვები როგორ იქცევიან, აი მაგ შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად გადის ეს პროცესი. და შესაბამისად აი მოწყენილობის და რაღაცის დროც არ აქვს, უფრო პირიქით უნდათ რომ ვა, ეს თუ აქ ნახდათ ეგრე ხდება, მოდი მე ამაში დროზე ჩავერთვები. და მე მგონი აი ეგ ნაწილი მომავალში კიდევ უფრო მცირე დროიანი იქნება. და ეხლა უბრალოდ ჩვენ არხზე არის რეკლამა და არ გადართოთ, რეკლამა ძალიან მალე გაივლის და ჩვენს დავბრუნდებით. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზებირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. როგორც დაგკვირდით, მალე დავბრუნდით. გარდა იმისა, რომ ეს შინაარსობრივი ნაწილი მოგიყევით, თქვათ, რა ცვლილებები ხდება ჩვენში, ჩვენს შვილებში და ჩვენს სხვა მოსწავლეებში, ბევრი რამე მოხდა ტექნიკურადაც. ახლა როგორც იცით, ჩვენ როდესაც ეს ამბავი დავიწყეთ, ანუ რო არ დაგვეწყო, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, მე მგონი საერთოდ ვინმესთვის დაგვეჯერებინა ეს ამბავი, მაგრამ დავიწყეთ როგორც გასართობმა ცენტრმა, მოდი ასე ვთქვათ რა, რომელიც ქართული კანონმდებლობით სკოლა არ ვიყავით და ჩვენი თავარი შეცდომაც, რომელიც ჩვენ დაუშვით, როდესაც ეს პროექტი წამოვიწყეთ, ალბათ ამაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ მოლოდინი გქონდა, რომ როდესაც აი ასეთ გასხოვებულ პროდუქტს შესთავაზებდი იმ ხალხს, რომელიც წესით მოწყურებული უნდა იყოს განათლების სფეროში რაიმე ინოვაციას, ბევრად მეტი მოსწავლე გვეყოლებოდა, მაგრამ შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მშობლებისთვის და ოჯახებისთვის, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქაღალდები, მათ შორის აი ქართული ავტორიზაცია, ატესტატი და ასე შემდეგ რა. ხო და ეს ამის გარეშე დავიწყეთ. მე მგონი აი ზუსტად თუ რამე რისკი ქონდა ამ პროექტს, მე მგონი ეს იყო ეს რისკი. ასევე თვითონ ექტონის აკადემიის საერთაშორისო ქსელთან ჩვენ ქონდა ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გვავალდებულებდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ მართლა იმას გავაკეთებდით, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებდა, ანუ იმ მეთოდოლოგიით ვიმუშაობდით და უკან არ დავიწევდით და გაკვეთილებს არ ჩაუტარებდით მოსწავლეებს და მოკლედ არ დაუბრუნდებოდით ტრადიციული სწავლის კარგად გამოცდილ მეთოდს და ამ ერთი წლის მანძილზე რაღაცად მოხერხდა, რომ ორივე მიზანი შევასრულეთ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ცოტა ხნის წინ პირველი მივიღეთ ექტონის აკადემიის სახელის გამოყენების უფლება, როგორც იცით, ჩვენ სკოლას ამერიკული სკოლა ერქვა და შემდეგი სასწავლო წლიდან და უკვე ფაქტიურად ჩვენ სკოლას ჰქვია ექტონის აკადემია საბურთალო. ექტონის აკადემია საბურთალო იმიტომ, რომ ზოგადად ადგილმდება ეგეთი ტრადიციაა ჩამოყალიბებული ქსელში, ადგილმდებარეობა არის ბოლო, ასე ვთქვათ, ექტონის აკადემია, არ ვიცი, რაღაცა რომელიღაც ტბა, სადღაც, ან რაღაც ბრუკლინი, ან რაღაცა ესეთი, ანუ ქალაქის ის რაიონი, ან იმ უბნის დასახელება, სადაც ეს ამ ქსელის სკოლა იხსნება. ამიტომ თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ ამ ერთ სკოლაზე გაჩერებას, გვინდა რომ ძალიან ბევრი ასეთი სკოლა იყოს და შემდგომში თუ ჩვენ გავხსნით ვაკეში, თაწმინდაზე, თუ იმაში რა ქვია, გლდანში, რა მნიშვნელობა ექნება ექტონის აკადემია, ვარკეთილი ექტონის აკადემია, რა ვიცი, საბურთალო 2 ალბათ და ასე შემდეგ. ან რამე უბანს ერქვა საბურთალოზე და ასე შემდეგ.
ამიტომ ჩვენ პირველი სკოლა, რომელიც გავხსენით ჩვენ დიდ ომში, იქიდან გადმოვედით ფაქტობრივად ახალ მისამართზე. ეს არის კარტოზიას ქუჩა და კარტოზიას ქუჩაზე გავაგრძელებთ ახალი სასწავლო წლიდან სწავლა, ის მუშაობას, ასე ვთქვათ და ამიტომ სახელიც გვექნება საბურთალო. ექტონის აკადემია საბურთალო და მეორე აი ამაზე მე მგონი საბო იმდენი იშრომა ამერიკელებთან ერთად, რომ ამერიკელებმა ფაქტობრივად მიიღეს ჩვენი თხოვნით და ჩვენი რაღაცა თანა ავტორობით და დახმარებით ჩვენ მაქსიმუმ მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამის აღიარებაზე და მოკლედ ბევრი ვიშრომეთ, ცოტა ვიშრომეთ, არაერთი ასეული გვერდის რაღაცა ტექსტების და რაღაცების პროგრამის თვითაღწერა თუ ამ შემდეგ პირველ ცდაზე უარი გითხრეს განათლების სამინისტრომ, როგორც ჩანს, ტექნიკურად რაღაცებში ვერ დავარწმუნეთ, ექსპერტებმა ყოველ შემთხვევაში ასე დაწერეს. თუმცა რაც იმედს გვაძლევდა ის იყო, რომ თავარი ჩვენი პროგრამის შეფასებისას თავარი რაც თქვენს არის, რომ თქვენო აკმაყოფილებთო ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიზნები რაც არის. მიზნები არის, რომ ეროვნული მიზნებია ცალკე დოკუმენტი პარლამენტის მიერ მიღებული და იმას საკმაყოფილება. გახსოვს? ოკეი. ანუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას კაკრას არ ვაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ის საერთოდ სხვა რამეა. მაგრამ აი მიზნები რომ მაგალითად ბავშვი ეძლოს ხო, განათლების ეროვნული მიზნებია რა, ანუ განათლების თავარი რაღაც დოკუმენტი, რომ სინამდვილეში აი ესეთი იდეაა რა, რომ აი მაგალითად ეს თუ რეალობას ამას მიიღებ, ანუ საქართველოში მოქალაქე უნდა აღზარდო მოსწავლისგან რაღაც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება რაღაცა თვითმმართველობაში მიიღოს მონაწილეობა, იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, ესწოდეს თანამედროვე ტექნოლოგიები, იყოს ტოლერანტული, ისა, ესა, ანუ ძალიან კარგი სიტყვები წერია რა, მოკლედ რა და მე რო ვფიქრობდი ეს ძალიან კარგი მიზნებია, ყოველ შემთხვევაში ლამაზი სიტყვებია და თუ სწორ შინაარსს ჩადებ, ძალიან კარგი მიზნები გამოდის რა. კარგი ადამიანი იქნება, ეგ თვისებები ისაც ექნება. ხო რა, რა თქმა უნდა, თუ შენ მართლა ისეთ ადამიანს გაზდი, რომელსაც ეს თვისებები აქვს, ის ჩაითვლება, რომ რა ვიცი, ძალიან მიზნისთვის მართლა მიგიღწევია, რაც შეიძლება იყოს კარგი ადამიანის აღზრდა. მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში რა და ანუ იმის გამო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში უფრო დიდ ღირებულებას იძენს კარგის და ცუდის გარჩევა, რას ნიშნავს კარგი ადამიანი, რაღაცა მორალი რა არის და ასე შემდეგ. სულ ფიქრობდი, რომ აი ექტონის აკადემიის ზოგადად საგანმანათლებლო ფილოსოფია ზუსტად ამაზეა მორგებული რა და თუ რამე შეესაბამება, მაგალითად აი იდეაში, როდის მე რო დამტკიცდეს, რომ რაღაც ეროვნული სასწავლო გეგმა ამ გეგმით უნდა ჩანაცვლდეს რა. ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა მსგავსი ელემენტები უნდა შევიდეს, რომ მართლა შესაძლებელი იყოს ამ ეროვნული მიზნების მიღწევა. თითო იქ სულ 8 მიზანია თუ სწორად მახსოვს, 9 მიზანი. ესეთი კარგი სიტყვები, როგორც ვახონ თქვა და აი თითოეულ ამ მიზანზე ჩვენ შეგვიძლია სტუდიაში მინიმუმ ერთი ან რამდენიმე პროცესი აი პირდაპირ თქვა, რომ აი ამ მიზანს აი ეს აღწევს კონკრეტულად. იქ რო წერია რომ რაღაც შეეძლოს საზოგადოებაში თვითმმართველობა თუ რაღაცა, აქ პირდაპირ არის რომ აი კონტრაქტ თვითონ ერთმანეთთან დებენ. მე კვირაში ერთხელ სტუდიის შეკრება აქვთ. მოსამართლეები თვითონ არიან თავისი იმის, საქმის მეგობრები თვითონ არიან ერთმანეთის. ანუ კონკრეტულად ეს შეიძლება დოკუმენტებად ჩაუვდო რა. სულ ძალიან საინტერესოა და შეიძლება ცოტა ისეთი არის რა ქვია პროვოკაციული ცერები არ შენ ვამბობდი რა. კონსტიტუციური რესპუბლიკის მოდელიაო ექსპერტმა დაწერა ამ შეფასებაში რა. ხო და მართლა რაღაცა ძალიან მსგავსია რა, იმიტომ რომ სინამდვილეში ნებისმიერი რაღაცა კონფლიქტი უნდა სასამართლოში გაიჩეს. იმისთვის რომ სასამართლოში გაიჩეს, ეს მოსამართლეები უნდა აირჩიონ. ანუ არჩევითი მოსამართლეები ჩვენ შეიძლება ჯერ ქვეყანაში ხალხი ვერ დავარწმუნეთ, რომ საჭიროა, მაგრამ სკოლაში გვაქვს. ის რომ მაგალითად ეს რაღაცა მოსამართლეების ცვალებადობა ხდება, ის რომ შენს შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლია და მე საკუთარი საქმის მხარეთ გამოსვლა შეგიძლია და საკუთარი სიმართლის მტკიცება შეგიძლია, ეს იდეაში სკოლაში მოვაწყეთ. და ამაზე მე მგონი მნიშვნელოვანი განსაკუთრებით აი იმ პირობებში, როდესაც ჩემი წარმოდგენით აი თქვა პრიორიტეტები შეიცვალა რა. ადრე თუ ცოდნა მართლა მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სხვაგან ეს ცოდნა ფიზიკურად აი ბიბლიოთეკაში დავდიოდით, რომ დაგემახსოვრებინა. ეხლა ამის საჭიროება, ამ ცოდნის გამოყენების საჭიროება ბევრად უფრო ისეთი ღირებულია,
ვიდრე თითქოს ამ ცოდნის თავში დაკავება. თან იმ რაოდენობის ინფორმაცია მიეწოდება ადამიანს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი ამის დამახსოვრება, ამიტომ ახლა ღირებულება შეიძლება არა დამახსოვრება, არამედ ამის დახარისხება, რაღაც ბევრ რო დასერჩო, ბევრ ლინკს ამოგიგდებს, იქ როგორ იპოვო, რომელია სწორი, არასწორი რაღაცა აზრი დაატანო ამ ინფორმაციას, ეს უფრო ღირებული უნარია, ვიდრე დაიმახსოვრო ანხელი რამდენი მეტრია სიმაღლეში ან რაღაცა ტონგოს დედაქალაქი. ხო არა, მე მგონია რომ ეს ზოგადად დამახსოვრების ნაწილი ზოგადად ის არის, რა ქვია, აი მოძველებული თუ ანუ მომავალში განსაკუთრებით აი ხა სულ უსმენ ხოლმე რა აი საზღვარგარეთ რა ტენდენციებია ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებით და ადრეს ხშირად უფრო რაღაც რადიკალურად ვიძახდი ხოლმე რა რომ ну საქართველოში ხო საერთოდ უაზრობა უმაღლესი განათლება როგორც ასეთი, მაგრამ პირველი წელია რა ამერიკაში, როდესაც დიპლომირებულმა აი ბაკალავრიატ დამთავრებულებმა შრომის ბაზარზე უფრო ნაკლებად იშოვეს სამუშაოები, ვიდრე განათლების არ მქონე high school-ის დამთავრებულებმა რა. ეს თავისით YouTube-ზე რაღაც კურსი ისწავლა. ხო, ანუ აი წარმოიდგინე ეს რამხელა ინვესტიციას ნიშნავს, რამხელა კრედიტი უნდა აიღო ამერიკაში, რომ ლამის აი ცხოვრების ბოლომდე ეს კრედიტი უნდა აიხადო და შენ ეს დიპლომი აიღე და მუშაობასაც კი ვერ იწყებ, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის აი entry, ანუ სამუშაო ბაზარზე შესასვლელად საჭირო უნარებიანი ადამიანის დასაქმება, იმიტომ რომ ამ სამუშაოების ავტომატიზაცია ხდება უკვე. და იმისათვის რომ შენ ანუ ვერ გაჯობოს ამან, ანუ შენ უკვე ექსპერტი უნდა იყო რა, ისეთ რაღაცაში ან ყოველ შემთხვევაში გამოცდილება უნდა გქონდეს. რომ შენ მაგალითად ტექნოლოგიური პასუხი გადაამოწმო, ან შენ გემოვნებაზე მოირგო. და შენ თუ გამოცდილება არ გაქვს, ესე იგი გემოვნებაც არ გაქვს, შესაბამისად ამას შენ ანუ ვერანაირ ჩეკს თუ იმას აუდიტს ვერ გაუკეთებ და მაშინ რატომ დაგიქირაო, ბარემ იმას რა ქვია, მანქანას გამოვიყენებ, რომელიც შენზე ბევრად იაფია. ხო და ანუ ეს შეიძლება ამ წამს საქართველოს ქუჩებში ეს ამბავი ნაკლებად იგრძნობა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ცოტათი ჩამორჩებით, აი ტექნოლოგიურ იმას ცოტათი აქამდეც მოახცევს, ხო აი რაც ეს მდგომარეობა 2 წელიწადში საქართველოს იგივე იქნება. ჩვენთან მგონი იცი რა ხდება თან. აი რა დასავლურ რაღაცას რო გადმოვიღებთ ხოლმე, ოღონდ ფასადურად რა. იქ დასავლეთში დიპლომს შეიძლება რაღაც პერიოდი მართლა ძალიან მნიშვნელობა ჰქონდა, მაგით ხალხი კარიერას იწყობდა და მიდიოდნენ და ჩვენთან თითქოს რაღაცნაირად აი როგორც კი თავისუფლება მოვიპოვეთ, დიპლომი ყველამ იცოდა რა, დიპლომი თითქმის არავინ მუშაობდა რა, უბრალოდ დიპლომი იყო რომ მშობლები და ბებია-ბაბუებს ეთქვათ რომ აი დიპლომიანი ბავშვი ყავს ან სტუდენტია ან რაღაც. ხო, ძალიან გამჟდარი კლიშე იყო. კი, ძალიან. ეხლაც არის, ანუ ეხლა ხო წეგარ მაგაზე ვამბობდით რომ მაგალითად აი ის რომ ანუ ეხლა ხო ვამბობდით რომ რაცვლება მოხდა და როგორც კი ჩვენ თქვით რომ ანუ აი ეს რაც თქვი უკვე რომ რაღაცა იქ სახელი მივიღეთ, ანუ ამერიკულ იმაში სრულფასოვანი წევრები გავხდით, ამ ქსელის წევრები გავხდით სახელიანად და პლუს კიდე საქართველოში განათლების სამინისტრომ აი ასეთი ნაბიჯი რა, მე მაგალითად მართლა ცოტა არ იყოს გაკვირვებულიც ვარ რა, პირდაპირ და გულწრფელად რო თქვა, რომ ესეთი ნაბიჯი მე მგონი არ გადაუდგეს საქართველოში არავის. არ ელოდებოდა, მე უფრო ელოდებოდი. ხო, მე ძალიან ეჭვმეყარებოდა ამ ამბავში, კი გულწრფელად ვიძახი, მაგრამ ყველაზე სასაცილო რა იყო ისეთ პირველად უარი რო გვითხრეს და რაღაც მოვაწყეთ რა შეხვედრა მშობლებთან, რაღაც ამ სკოლის ინვესტორებთან და ეს რო უთხარით, არავის არ გაკვირვებია. პირიქით აქეთ გვითხრეს, აქეთ მე მგონებოდნენ რომ იმედი რატო ქონდათო და ეხლა ნუ იმათთან იმდენი არ ქონდა ლაპარაკი ხო, მაგრამ ანუ სინამდვილეში მართლა ესე იყო და ეხლა წარმოიდგინე და მეორე გასაკვირი იყო რომ არავინ არ წავიდა. ხო, და მის გამო. მიუხედავად იმისა რომ ხო უთხარით რომ აი რაღაცა პირველზე უარი გვითხრეს და არ გვექნება ქართული აღიარება, 35-ვე ოჯახი მზად იყო დარჩენილიყო მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ატესტაცია არ ვიზრდა. მეორე მხრივ ალბათ ამ გარემოებამ ახალი მოსწავლეების მიღებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. კი, რომელიც თითქმის გავორმაგდით, მას მე რაც საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პროგრამა აღიარებული იქნება, ჩვენი ქსელის პროგრამა საქართველოში იქნება აღიარებული, სახელი გვაქვს ახალ ლოკაციაზე გადავედით, ამან გამოიწვია ისეთი დაინტერესება, უბრალოდ დაინტერესების ის რაოდენობა არ არის, რაც თავიდან იყო, რაღაც 600 რეგისტრაცია რო იყო, მაგრამ ეხლა ვინც მოდის, ზუსტად იცის რომ მოდის და აი უბრალოდ დავრეგისტრირდი რომ რაღაც მაინტერესებდა მან რა ხდება, ეგეთი ხალხია შეიძლება ერთეულებია რა და ის ფაქტი რომ
აი ეს დიპლომის კლიშე ჯერ კიდე არსებობს და ხალხს ქართულ უნივერსიტეტში ბავშვს ბარემ მქონდეს ჩაბარების საშუალება, აი ამას ფიქრობს. მაგან იმუშავა მაგრად რა, რომ ჩვენ გვექნება ახლა ქართული აღიარებაც, ამერიკული აღიარებაც, ახალი შენობაც. ეს სამი რამე გვაქვს ახალი. ახალი პირობები გვაქვს, ახალი პირობები გვაქვს კიდე. სახელიც თქვით ხო? ახალი სახელი, შენობა და ქართული ასე ვთქვათ აღიარება. რაც სინამდვილეში უფრო ხელშემწყობი, ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად გადავრჩენილი ყავით მაინც და გაგვეგრძელებინა ამ სტილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი პროექტები ჩვენს გარდა სხვებმაც განახორციელოთ. რადგანაც ეს ავტორიზაცია ბევრად უფრო ნაკლებ ბარიერს ქმნის სხვებისთვის. აი, მარტივად ასახსნელად თუ რას უშვებით განათლების სისტემაში ბავშვებს, ვიყენებ ხოლმე მაგ ანალოგიას, რომ ერთი წიგნით და ერთი მეთოდით რომ 9 მილიონ ბავშვს ასწავლო, იგივეა რომ ერთი წამლით უმკურნალო 9 მილიონ ავატყოფს. გასაგებია რომ ის წამალი ვიღაცისთვის მართლა წამალია და ზოგი ბავშვისთვის ეს სისტემა, რომელშიც დღეს ამდენი ბავშვია სახელმწიფო სისტემა რაც არის, მათთვის შეიძლება იდეალური იყოს, მაგრამ ის რომ უნდა არსებობდეს რაღაც სხვა ვარიანტებიც, განსხვავებულად მოაზროვნე ბავშვებისთვის ან ოჯახებისთვის და განსხვავებული შეხედულებების მქონეებისთვის. მაგისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია ის, რაც ჩვენ ქსელს და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა. იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა ჩვენ ექსკლუზივი გვაქვს ან რაღაცა, ჩვენ იმ ქსელის ერთ-ერთი წევრი ვართ და თუ ვინმე გადაწყვეტს რომ რავი, მასაც უნდა ასეთი სკოლის გაკეთება, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, უნდა დაუკავშირდეს ქსელს, გაიაროს მისი ფილტრი, გახსოვს ან რამდენი წერეთ და მე რამდენ 15000 განცხადიაო და იქიდან 300 სკოლა ვართ მარტო გახსნილი. ანუ მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელი არის თუ მართლა გინდათ ამის გაკეთება, თქვენ შეგიძლიათ ჩვენნაირი სკოლა გახსნათ, რა ვიცი. ნუ მithumetes ჩვენ ხა აი იმასავე მერანი ვითვალთ რა, გაკვალული. კი ბატონო. შეგვიძლია რომ იდეაში ვაჩვენოთ, მაგალითად ჩვენ მეგზურებს, რომლებიც უკვე თქვათ ეს წელი ამუშაობენ და ალბათ აი თქვათ კიდე მოუწევთ რაღაც 1 ან 2 წელი მუშაობა, ჩემი აზრით ისინი სრულად ზად იქნებიან, რომ მსგავსი ტიპის სკოლები სხვადასხვა ადგილას უკვე როგორც საკუთარი ბიზნესი, საკუთარი საქმე ისე გახსნან. რაც ჩემი აზრით, ანუ ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე უბრალოდ ახლა ამერიკელებთან იგივე გზა გაიაროთ, რაც ჩვენ გავიარეთ. ანუ რაღაცა გაგებით და მithumetes რეპუტაცია კიდე რა, რეპუტაცია საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საქმეში, იმიტომ რომ ნებისმიერი ერთი პატარა მაგალითად რაღაცა კატასტროფაც კი მუშაობს საწინააღმდეგოდ რა ძალიან და რეალურად ის გზა, რომელიც ჩვენ ამ 1 წლის განმავლობაში გავიარეთ, არა მარტო ჩვენთვის არის გამარტივება მომავლის, არამედ ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვის და იმის თქმაც მინდა, რომ აი ხა ეხლა კითხვა იყო და წავიკითხავ ამ კითხვას. აუ, სანამ კითხვაზე გადახვალ, რის დამატება მინდა და იცი რომ თავარი ღირებულება შეიძლება ამ ჩვენი პროექტის სკოლის ის კი არ იყოს, რომ ჩვენი ბავშვები რაღაც იმ სისტემას გამოვარიდეთ, რომელიც არ მოგწონდა და რაღაცნაირად შევქვენით საშუალება, რომ განსხვავებული განათლების მიღების საშუალება იყოს საქართველოში. არამედ თავარი ღირებულება შეიძლება იყოს ის, რომ თუ ამ პროექტმა კარგად იმუშავა და ხანგრძლივი ღმერთმაქნას პროექტი გამოვიდა, ადამიანებმა პრაქტიკულ მაგალითზე დაინახვა, რომ სხვა რამეც შეიძლება იყოს განათლება. იმიტომ რომ ეხლა ყველას გონია, რომ განათლება არის რაღაც აგურის შენობა, შეგით ყველაფერი ფიზიკის მასწავლებელი, დაცვა, შმაცვა, ისა, ესა, ნიშნები 1-2. და რომ ეუბნები, რომ სხვა რამეც შეიძლება იყოს, რაღაც რას სიგიჟეს იგონებ. და მაშინ ამ პროექტით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ესეთიც არის განათლება, ხედავ და კიდე სხვანაირი 1000-ნაირია და აბა ცადე ცოტა ყუთიდან outside the box იფიქრო. ხო, მე კიდე უფრო რთულ ამოცანას ამბობ, რომ ახლა მაგალითად აი ეს უკვე გაკვალული გზა ვიღაცამ შეიძლება აი მონტესორის სკოლები არ არის ქვეყანაში რა, ანუ პატარებისთვის, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში თუ არის იქ მაინც რაღაცა რეგულაციები და რაღაცები ერევა, ანუ ხო და შესაბამისად გონია რომ ანუ ჩვენ თუ კარგ მაგალითს შევქმნით წარმატებული პროექტის მინიმუმ აი ეს კითხვა ამას ეხება, რაც ის საკითხვაც მინდოდა, რომ მშობლების ჩართულობის საჭიროებიდან გამომდინარეო, რამდენად შესაძლებელია სკოლის მასშტაბების გაზრდა და გაქვთ თუ არა გეგმაშიო და კი ნამდვილად ესეა, მაგრამ აი ხა წარმოიდგინეთ ამ კითხვაში როგორი დაფარული შინაარსი დევს რა,
რომ ესე იგი სხვა სკოლებში მშობლების ჩართულობა მინიმალურია. და ეს კატასტროფაა ჩემი წარმოდგენით რა. ანუ ჩვენ მაგალითად ჩვენი სკოლა არანაცვლებს ოჯახს, არანაცვლებს მშობელს, პირიქით ჩვენი თავი წარმოგვიდგენია როგორც ოჯახის დაკვეთის შემსრულებლები, რომელიც აი ოჯახის გაგრძელება ვარ. ანუ ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვთავაზობთ. თუ მაგალითად ოჯახში ბავშვი ცუდად მოიქცევა და ისინი მერე დაждდებიან და ილაპარაკებენ და ბაბუა რაღაცას ან ბებია თუ პაპა თუ რაღაც ამას ბავშვს აუხსნის რომ რა არის სწორი, რა არ არის სწორი, იქით შეეკითხება, რაღაც დასკვნას გააკეთებინებს, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ თქვათ ჩვენს რა. ანუ არაფერი განსხვავებულს გარდა იმისა, რასაც ოჯახში აკეთებენ, ჩვენ არ ვაკეთებთ. ანუ იგივე მაგალითად წიგნის კითხვის ამბავი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რაღაცა, რომ შენ თუ ამას აკეთებ ვიღაცისთვის კი არ აკეთებ საკუთარი თავისთვის და მე შენი ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ამაზე სასაუბროთ, იმიტომ რომ მასალა ხო გინდა ურთიერთობისათვის. და ამ ოჯახებს აი წეგან საბორო ახსენებდა თავის quest-ს ოჯახის გამოწვევას თუ პროექტს რა, რასაც ოჯახებიც აკეთებენ მათ შორის ბავშვებს. ეს ხო ამ ბავშვების და მათი მშობლების სულიერი დაახლოების შესაძლებლობას ზრდის. თორე შენ თუ მაგალითად წარმოიდგინე ბავშვს არაფერი არ აინტერესებს, სადღაც სკოლაში დადის. შენ მარტო ნიშანი გაინტერესებს და შენ მთელი ის არის რომ როგორ აიძულოს შენი შვილი, რომ შენთვის სასურველი ნიშანი მიიღოს, სხვადასხვა ფორმებით, რა ვიცი, რეპეტიტორთან წაიყვანო მათ შორის და ასე შემდეგ, რომ რამენაირად შენი სურვილი, რანაირად შეიძლება ასეთ მდგომარეობაში შვილთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ძალიან რთულია. შეიძლება ვიღაცას გამოზდი, შეიძლება მაგალითად ზოგიერთი ბავშვი იმდენად ნიჭიერია, რომ ამ რაღაცით ნაკლებად ისტრესება და შვილებთან მაინც ჩვეულებრივ ურთიერთობას ახერხებს. მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით მოსწავლისთვის და მშობლისთვისაც მათ შორის რა, ეს ურთიერთობა ამ პირობებში, სკოლის პირობებში ძალიან რთულია. ხო და ანუ აქ რასაც კითხულობს არის რომ ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში ის კი არა რომ ჩვენი სკოლა რაღაცა გაფართოვდეს მაინდა, არამედ ძალიან ბევრი მშობელი დაინტერესდეს საკუთარი შვილის მომავლით სერიოზულად. არა ქაღალდით, არა ნიშნით, არამედ მართლა მისი ყოველდღიური ცხოვრებით. როგორც ადამიანით უნდა დაინტერესდეს შენი შვილი. არა როგორც რაღაც სიყვარულის ობიექტით, რომელიც შეიძლება უპირობო სიყვარული გქონდეს მის მიმართ და რაღაცა მაგით არ უნდა შემოიფარგლო რა. ეგ არ არის მშობლობა, რომ ზრუნავ მასზე, რომ რაღაცა არავინ დაჩაგროს, საჭმელი გქონდეს, სასმელი გქონდეს რაღაც. ეგ არ არის მშობლობა. ეგ არის რაღაცა მაგას რავი ნებისმიერი ბავშვთა სახლშიც კი შეიძლება ეგ შეასრულონ რაღაც, რომ უსაფრთხოების რაღაცა მინიმალური ის გავაკეთონ. მშობლობა არის უფრო რომ მისით როგორც ადამიანის გახსნით დაკავდე, მათ შორის შენი მაგალითის მიცემით, შენ გაეხსნა როგორც ადამიანი, შენ რაღაც შენ შინაგან სამყაროზე მეტი ელაპარაკო, დაინტერესდე მისით, მისი შიშებით, პრობლემებით, რაღაც იმედებით, მიზნებით და მის განვითარებაში წვლილი შეიტანო როგორც დიდმა არსებამ. ეს თავარია, რასაც ახლა საბოლოოს ეგ რო გავაკეთებ, თავარი არის რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება მოზარდმა საკუთარ თავზე აიღოს, მან უნდა აიღოს. ანუ დაცვას რო ამბობ და უსაფრთხოებას, ეს დაცვა და უსაფრთხოება მშობლის დიდხანს არ ეყოფა ბავშვს. ანუ ის რაღაცა მომენტში დაუცველი გაჩნდება, იმიტომ რომ თქვენ ბავშვს ყოველთვის ვერ დაიცავთ და ყველა სიტუაციაში ვერ დაიცავთ. ამის გამომდინარე საჭიროა რომ თავად მას გამომუშავდეს დამოუკიდებლობის უნარჩვევები, დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი უნარჩვევები. სტერილურ გარემოში რო შვილი გაზარდოთ და 18 წლამდე სტერილურ გარემოში აი სიყვარულის მაქსიმუმი წარმოიდგინე რომ აი ყველაფრისგან იცავ. როგორც გარეთ გამოუშვებ, შეიძლება დაგიღუპოთ პირველი გრიპისგან. ჯარში წაიყვანე, მაგრამ ანუ ჯარში წაიყვანე, ესე აზრზე რო არ არის სად მიდის, რატომ მიდის, როგორ მიდის. აი ხო ანუ გასაგებია იმუნიტეტზე ამბობ შენ ბიოლოგიაზე, მაგრამ აი საზოგადოებრივი იმუნიტეტიც ხო არსებობს. ხო და აი ეს საზოგადოებრივი იმუნიტეტი როგორ შეიძლება გამომუშავდეს მომენტალურად. უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე ეს ხო შეუძლებელია. ანუ შენ თუ სუ არ ვარჯიშობ ამაში და ნელა ეს პასუხისმგებლობის არ გადასცემ და გაზრდა ზოგადად აი ადამიანის ზრდასრულობა ხო მაგას ნიშნავს რომ ვიღაცა კი არ არის შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, არამედ შენ ხდები შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი და ანუ ეს არის რა თავარი პრინციპული განსხვავება და რასაც ეს ამ კითხვას რასაც პასუხობდით ჩვენ თუ აი ამ აზრს შულზე ყველაზე საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღების საჭიროებას
სარგებლიანობას ადამიანებს დავანახებთ საკუთარ მაგალითზე, ან ყოველთვის ჩვენი სკოლის ოჯახების მაგალითზე. მე მგონი ეს ყველაზე სწორი პოლიტიკური რაღაცნაირი, მათ შორის პოლიტიკურიც და მორალური მაგალითიც არის რა, რომ ადამიანებს მიცე, რომ იცი რა, თქვენ თუ არ მოგწონთ, ან გეშინიათ თქვენი შვილის მომავლის, თქვენს ანალოგიურად უნდა მოიქცეთ, იმიტომ რომ ნაკლებად შეგეშინდებათ რა, ანუ ამ შემთხვევაში ნაკლებად შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ყოველ დღე ცოტა შეგეშინდებათ, იმიტომ რომ აი დღეს ჩემი შვილი მოახერხებს თუ არა ამას. ერთხელ ვერ მოახერხებს, მეორედ ვერ მოახერხებს, მესამედ მოახერხებს, მერე უფრო რთულ პასუხისმგებლობაზე გადახვალთ, კიდევ უფრო რთულ პასუხისმგებლობაზე და რო დაინახავს, რომ ეს პროცესი რაღაცა განგრძობადია, ეს არ არის სწავლის სწავლა. ანუ ეს არის რა, რომ მე ვისწავლო, როგორ ვისწავლო ის, რაც მჭირდება და მე როგორ რაც ვისწავლე, ის როგორ გავაკეთო ცხოვრებაში. და თქვენ ამასაც თუ ვისწავლე, იგივე ეს ხო რაღაცა იმაში ვაკუუმში არ ხდება, იზოლირებულად ხო არ ხდება, ეს ხო სხვა ადამიანებთან ხდება და ამ სხვა ადამიანებსაც, რომელსაც იგივე მიზნები და ამოცანები აქვთ და ანუ ჩვენ შეიძლება ხანდახან კონფლიქტში მოვიდეთ ერთმანეთთან. ვსწავლობ ამ სხვა ადამიანებთან კარგად როგორ ვიყო ამ პროცესში. ხო და ანუ ეს არის სამი რამე, რასაც ჩვენი ანუ სკოლა, აი რომ მისიას რო იძახეს, უმეცნებოდა ხოლმე ადრე განსაკუთრებით და ამიტომ კარგი საქმის კეთება იყო ჩვენი რაღაცა დაწესებულებების მისიები, სადაც მე მუშაობდი რა. ხო და შესაბამისად აი ამ საქმეშიც იგივეა რა, რომ კარგი საქმის კეთება ნიშნავს იმას, რომ ვასწავლოთ ადამიანებს სწავლა, ვასწავლოთ ადამიანებს კეთება და სხვა ადამიანებთან ჰარმონიული ცხოვრება თუ თანაცხოვრება, როგორც ის არის. აი მე მგონი ამ მიზნისკენ მე მგონი პირველი წელი საკმაოდ გრძელი ნაბიჯი გადავდგით. კი, ის ფაქტი, რომ ბევრი მშობელი გაკვირვებულია თავის შვილის იმ თვისებებით, რომელიც ამ ერთ წელს იპოვა, რომელსაც შეიძლება არ ელოდნენ, ან არ ელოდნენ ამ ასაკში, ან ასეთი სიმძაფრით, ან ასეთი თავისებურებით. ეს ფაქტი არის ჩვენი წარმატების ყველაზე მარტივი მაჩვენებელი, რავი. მშობელი რო გვირეკავს და ესო ჩემი ბავშვიო, თავის უფროს ძმასო, რაღაც საქმეზეო სწორი პოზიციით იქით უხურებდაო და მართალი იყო, ამ ხელა ბავშვიო, იმ ხელასო და რა მაგარიაო. აი ეგ არის მთავარი რა, მთავარი პროდუქტორი ხა. მათემატიკაც ისწავლა იმან, დაждდა და მეხუთე კლასში უნდა ყოფილიყო და მეხუთე კლასის მათემატიკა თავისით ისწავლა, მაგრამ ეგ ნუ აი, ოკეი, მათემატიკა ისწავლა რა. ვიღაცისთვის მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ აი ამ კომბინაციით ვექნება ღირებულება, იმიტომ რომ ანუ ვიღაცისთვის მაგალითად აი ესეც ხო როგორი ანუ ეფექტის მაჩვენებელია რა. ანუ ეფექტის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ის, რომ ადრე ასეთი ვიყავი, მაგრამ არავინ არ იცის ახლა რეტროსპექტივაში ახლა ჩვენ კი ვადოკუმენტირებთ დაახლოებით აი რა პრობლემებით მოდიან ჩვენთან მოსწავლეები და მე ეს პრობლემები როგორი იძლევა, მაგრამ მეორე მხრივ ყველაზე ანუ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული არის აკადემიური წარმატება. აი ის რომ მაგალითად პიზას ტესტებში ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში, ის არა მარტო რაღაცაზე მიუთითებს, არამედ აი მთელი საზოგადოების შემდგომში უნარებზეც მიუთითებს რა, რომ რაღაც წერა-კითხვა რო არ ვიცით, ანგარიში რო არ შეგვიძლია რა, ნუ რაღაცა რაოდენობრივი აზროვნების პრობლემა რო გვაქვს საზოგადოებაში და ასე შემდეგ, რაც იდეაში იყო ჩვენი ამ იდეის განხორციელებისთვის თავდაპირველი სტიმულატორი. რომ აი ეს არის რა პრობლემა რა, რომ ადამიანებს აი ორჯერ ორი ეუნები და ის ამის პასუხად გაგინებს. ხო და რა როგორ არის ესო 4 არ არისო 37-იაო, ხო და ანუ აი ეს იყო შეიძლება ჩვენთვის სტიმულატორი, მაგრამ რეალურად აი ზუსტად ეს რომ მაგალითად ჩვენ საერთოდ რა იდეა მაქვს ის საბოლოო ჯამში, რომ ხო არის ამერიკაში არის სკოლები, რომლებიც ანუ იქ კვლევები თუ აი ბავშვების უნარების ტესტირება, ნუ მასიურია და ყველა მიცის რა ამ ტესტების შედეგები რა. საქართველოში ერთი პიზას ტესტი ვიცით და ანუ იმ ეროვნულ გამოცდებს ვერც კი ენდობი რეალურად, რომ საერთოდ რას ნიშნავს არ ვარგა თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში დინამიკას არ გაჩვენებს რა. ხო, აი წარმოვიდგინეთ, რომ მართლა რომ ესეთი ანუ ასე თუ ისე IQ ტესტებთან მსგავსი გამოცდები რო არსებობდეს რა. და ან როგორც არის SAT-ის გამოცდა ამერიკაში, რომელიც ასე უნარების გამოცდაა საბოლოო ჯამში რა. ესეთი გამოცდა რო არსებობდეს, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდით მიმდინარე სასწავლო პროცესის შედეგები შეადარო რა ერთმანეთს რა. თუნდაც აი შეადარო სხვა უცხოური აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების და თქვათ ჩვენი შედეგები, ან მაგალითად ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარე სწავლების შედეგად როგორი
უნარები და ანუ ცოდნა ასე თქვათ რანაირად შეიძლება რომ ჩვენ ან დავაორგანიზოთ ან წვრილი შევიტანოთ ან რამენერად დავძრათ ეგ ამბავი რომ რამენერად დარდებოდეს რა მართლა იქნებ მომავალ წინდა მე მინდა რომ იდეაში სკოლებთან დავიწყო რა აი მაგალითად ხო რაღაც შესაძლებელია რაღაც ნაცნობები არსებობენ რომლებსაც ანალოგიურად სკოლები აქვს და პრეტენზია აქვს რომ კაი სკოლებია რა ხო და აი ზუსტად აი ამ სკოლებთან ერთად ეს ხო შეიძლება რაღაც სკოლების ასოციაცია იარსებოს კერძო ის რომ იყოს ორგანიზაცია რომელიც ISO-სავით რაღაცა ბავშვების ტესტირებას რომელიც აი დაახლოებით აკეთებს უნარჩვევების სხვადასხვა საკუთრივ ჯგუფებში ქართველი ბავშვების უნარების შეფასებას რა აი მე მახსოვს რომ აი თავის დროზე რითი ტესტავდით იცი რომ აი თერჯოლაში იყო რაღაცა სკოლა რომელიდანაც საუკეთესო ქულების მოსწავლეები იჩნდებოდნენ რა ანუ რაღაცას აკეთებდა ეროვნულები კი აი თავისუფალ უნივერსიტეტში ხდებოდნენ ხოლმე ნუ მაღალი ქულებით სხვა უნივერსიტეტებში ხდებოდნენ ხოლმე და აი სულ გქონდა ის ინტერესი რომ აი თერჯოლის სკოლაში გვინდა და გვენახა რა ხდებოდა რა საკეთებდა იქაური ადმინისტრაცია იმისათვის რომ ასეთ შედეგებს აღწევდა რაღაც პრეზენტაციაზეც კი იყვნენ ჩვენი თანამშრომლები მაშინ, მაგრამ მე ზუსტად ახლა ვერ ვიტყვი, რომ აი ეს ამას აკეთებდა კონკრეტულად და ისე მართლა საინტერესოა რა, ესეთი რამე რო გააკეთო და ვინც ამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვავს, ჩათვალე რომ როგორც აი ხარისხის კიდევ ერთი დამადასტურებელი რაღაცა იქნება. ეგ ხო ისეთ საზომია, რომლითაც რაღაცა ისეთ ფაქტობრივ მონაცემს იღებ, რომ მაგალითად მე თუ რაღაცაში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე, რაღაც ერთ მიმართულებით რა ეგრევე ეჭვი გაგიჩნდება რომ რაღაცას ისეც ვაკეთებ რომელიც ამ შედეგს დებს და მოხვალ და მკითხავ და რავი გაგიზიარებ რა პრობლემაა რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ და შენ წაიღე თუ იგივე პირიქით ან ჩვენც ხო შეიძლება რომ მართლა ხიბლში ვიყოთ და გვეგონოს რომ ვირა კარგი საქმეს ვაკეთებ და აკადემიურად ბავშვებს უჭირდეთ ხო და ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ხო შესაძლებელია კი ჭირდება მე მგონი რა ვიცი კიდე რამე ხო არა გვაქვს ან კითხოს შევხედავ რამე კითხვა ხო არ გვაქვს ეს და არ არის მარტო წარმატებებს გვისურვებენ ძალიან დიდი მადლობა მადლობა ხალხო ჩვენი სკოლა ხო რაღაც იმით დავამთავროთ მგონი რაღაცა ტექნიკური ინფორმაციით ჩვენი სკოლა როგორც უკვე თქვით გადადის კარტოზიაზე 10 ნომერში M კვადრატის ერთ-ერთ ეზოში უკვე იქით აგვისტოს დასაწყისიდან ასე რომ თუ მეზობლად ხართ, თუ საბურთალოზე ხართ, განსაკუთრებით საბურთალოელებს იქნება საინტერესო, აუცილებლად შეგვეხმიანეთ, შეგიძლიათ დამირეკოთ ნებისმიერ დროს 550 50 3605 სკოლასთან დაკავშირებით მაგ ნომერზე ვიღებ ზარებს, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, რამე კითხვა თუ გაქვთ, მზად ვარ რომ საათობით გელაპარაკოთ, მიქნია ეგრე ერთი საყვარელი მშობელი თუ გვიყურებს მომიკითხავ, ალბათ საათნახევარი მაქვს ნელაპარაკები. კითხები. მაგრამ კარგია, იმან თუ კარგად გაიგო, სამეზობლოში გააგებინებს დარჩენს. შეგვეხმიანეთ, შევხვდეთ ბავშვიანად, ბავშვის გარეშე, როგორც გინდათ და გვინდა რომ მართლა გულწრფელად ყოველგვარი ბიზნეს ინტერესი ან რაღაც პირადი ოჯახური ინტერესი როგორიც გადავდოთ, მართლა გულწრფელად მინდა ქვეყანაში არსებობდეს უბრალოდ განსხვავებული სწავლის მეთოდი, ისეთი რომელიც ბავშვებს არ დასტრესავს ან ნაკლებად დასტრესავს, ან ისეთი ბავშვებისთვის, რომლისთვისაც სტანდარტული სასწავლო პროცესი ან მოსაწყენია, იმიტომ რომ უფრო ნიჭიერები არიან, ან მოსაწყენია, იმიტომ რომ თავის ტემპით ვითარდებიან და შეიძლება რაღაცა არ მოწონს ეს ვიღაცას ჯემალიკოს რო ადარებ და რაღაც ამის გამო სტრესი აქვს. მოკლედ, უამრავი მიზეზის გამო შეიძლება გინდოდეთ ჩვეულებრივ სკოლიდან გადმოყვანა ბავშვის შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, გნებავთ ადგილზე მოდით, უკვე აგვისტოდან გავიხსნებით აგვისტოშიც, მიღება გვაქვს როგორც ფრესკულში 4.5-5-6 წლის და ასევე 6 წლიდან 12 წლამდე ცოტა ადგილი დაგვრჩა, ცოტა რა, ნუ ნახევარზე თითქმის გავივსეთ სადღაც მასე. და ზოგადად პატარა შენობა რადგან ის ბევრი ადგილი ისედაც არ არის. კი ბატონო, კი და ერთ რამეს დავამატებ, რომ ჩვენ გარდა აი ადრე თქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დაგვიპატიჟეთ ჩვენთან სკოლაში და იქ დაკვირვებოდით, მათ შორის მომავალ წლიდან გვექნება იმის შესაძლებლობაც, რომ 4 საათიდან, ანუ მას მერე რა ძირითადი სასწავლო დღე დასრულდება, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად სხვა სკოლის მოსწავლეებიც მივიღოთ და იდეაში გაჩვენოთ დაახლოებით როგორი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს აი იმ ძირითად პერიოდში. ყველაზე საინტერესო პროექტებით, რომელსაც სკოლის მოსწავლეები
მოსწავლეები აი ყველაზე უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს, აი ბიზნესი იქნება თუ სხვა ასეთი პროექტები, რაც ძალიან იშვიათია სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ანუ ფაქტობრივად წლის განმავლობაშიც მოგცემთ საშუალებას, რომ თუ რაღაცა ეგრევე ვერ გაბედავთ, რომ რაღაც ტრადიციული სასწავლო მოდელიდან შვილი ჩვენთან გადმოიყვანოთ, ფიზიკურად ნახოთ მაინც აი ამ დღის მეორე ნახევარში. ხო, წრეების ფორმატი გვექნება, სადაც სხვადასხვა საინტერესო პროექტს, რომელსაც სკოლაში ვასწავლეთ, იმას გადმოვთარგმნით იმისთვის, რომ სხვა სკოლის ბავშვებსაც შეეძლოთ ამ მეთოდის გემოს გაგება თუნდაც 1-2 საათი წლის მანძილზე. მე მგონი გაი დავამშვიდობოთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვინც გვისმენთ და შემდეგ შეხვედრამდე. კარგად.